მოგესალმებით ძვირფასო გამომწერებო და პოტენციურ გამომწერებო. მე უკვე დაგიბრუნდით და იმის გამო რომ ეს ბოლო პერიოდი ძალიან გააქტიურებული არის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის ურთიერთობა და მათ შორის დაპირისპირება და ასევე საქართველოს ბედი ამ დიდ კონფლიქტში, გადავწყვიტე რომ ისევ გიორგი ლაბაძე მოვიყვანოთ თქვენთან ერთად და გიორგი გამარჯობა, მადლობა უკვე მესამე სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. ფაქტობრივად თანაწამყვანი ხარ უკვე ამ არხის. ძალიან კარგია. ხო, მოკლედ პირველში დავიწყე საქართველოსთან ურთიერთობაზე რა მოხდება რა და ანუ სანამ ირანზე გადავალთ, აი მე მახსოვს რომ ანუ ბოლო კვირებში შენ იყავი ამერიკის შეერთებული შტატების შენი პროექტი და იქ რამე საინტერესო იყო, ანუ ამერიკელებს ხო შეხვედრი ხარ ისეთ ადამიანებს, რომთანაც აი საქართველოს მიმართებით კაი განცხადებები გააკეთეს დაახლოებით. კი, ძალიან ისეთი რთული პროცესი მიდის, როგორც ხედავთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენს ჩრდილოეთშიც სამხრეთშიც ომი არის და საქართველოს მართლა დარჩა ისეთი როგორც რაღაცა დერეფანი, სადაც ერთ-ერთი იშვიათი, ესე ვთქვათ, მშვიდობიანი არეალი, რასაც უნდა დაუკავშირდეს ტვირთების მოძრაობა, იგივე ეს თვითმფრინავების საკითხი ბოლო პერიოდში ბევრჯერ იდება, ხო, ეს სურათები, ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მთელი ეს ტრანსპორტირების საკითხი არის გადმოსული ჩვენ მხარეს, ხო? ეს ჩვენთვის ერთგვარად რაღაც კუთხით დიდი პლუსია, იმიტომ რომ ეს საქართველოს რეგიონულ როლს გაზრდის ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ რო წარმოვიდგინოთ ფაქტობრივად იშვიათი ალტერნატივა რჩება საქართველოს, ხო? ერთის მხრივ, ესე იგი, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ძალები შეიძლება ეს გამოიყენონ პროპაგანდისთვის და თქვან, რომ აი ჩვენ ეს ესე ვთქვათ მშვიდობა შევინარჩუნეთ და რაღაც მსგავსი, ხო? მაგრამ მეორეს მხრივ ერთ რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ესეთი სახის მშვიდობიან წერტილებს ესე იგი, უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ხოლმე დიდი ეკონომიკები და პირველ რიგში დიდი ეკონომიკასთან ასოცირდება ევროპა და ამერიკა ამ შემთხვევაში, ხო? და დიდი ეკონომიკებისთვის მნიშვნელოვანია ეს მშვიდობა, რომ შენარჩუნდეს და იქ არსებული დემოკრატიული ვითარებაც მათ შორის გაძლიერდეს მეტნაკლებად, როცა საქართველოსზეა საუბარი, ხო? ამიტომ შესაძლებელია ეს იყოს გარკვეული ცვლილების წინაპირობაც საქართველოში, თუმცა აი თუნდაც ეს ჩემი რაღაც შეხვედრები შეერთებულ შტატებში, ხო, აი რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ მაგ შეხვედრებიდან, ის არის, რომ არავინ არ ამბობს, რომ ეხლა მოვალთ და მანდ რაღაცა ბაზას ჩაგიდგავთ და თქვენ ვინც გინდათ იმას დაგისვამთ ლიდერად და არ არის ეს. ჯერ ჩვენ გვინდა ლიდერად ეგ ვერ გაგვიგია ჩვენით, ხო, ამით დავიწყოთ. მაგრამ მეორეს მხრივ არის საუბარი, რომ არ მოსწონთ ის, რასაც აკეთებს, თქვათ, ეხა ქართული ოცნება პრინციპში თავისი ამ ნაბიჯებით და არის გარკვეული მიდგომა და მოსაზრება, რომ რაღაცა ნაბიჯებს გადადგამს შეერთებული შტატები. აი ეს რომ ყველა შემთხვევაში ამერიკა იმ ესე იგი გამოხატავს იმ მზაობას და იმ დაპირებასავით, რომ ყველა შემთხვევაში გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს, იმისათვის რომ დღევანდელი სტატუს კოს რაღაცა ელემენტები შეიცვალოს, მე შემიძლია ვთქვა, რომ ამასთან რეალურად გვაქვს საქმე რა, ანუ რეალურად ეს მოხდება ახალ მომავალში სავარაუდოდ, მაგრამ ეს რამდენად ხისტი იქნება და ესეთი რამდენად საფუძვლიან და ფუნდამენტურად შეიცვლება, ან ამერიკა რამდენად ეცდება ამას, ხო? ეს არის მეორე საკითხი, რადგან ჩემი აზრით თუ თქვა ქართულ ხალხს უნდა რომ სხვანაირი მთავრობა ყავდეს ან რა ვიცი ვინმე სხვა მართავდეს ან კოალიციური მთავრობა მართავდეს ან რაღაცა მსგავსი, ხო? ეს თვითონ უნდა გადაწყვიტოს მან შიგნიდან და პირველ რიგში უნდა შეასრულოს პოლიტიკურმა სპექტრუმმა ის დაკვეთა, რაც საზოგადოებაში არსებობს. ეხლა პირდაპირ გითხრათ, ის ხალხი, ვინც მართავს, თუნდაც წინა მთავრობა შეერთებულ შტატებში ვინც იყო, ხო? ეგეც რო ვახსენოთ, არც ისინი წინა შემთხვევაში და მით უმეტეს დღევანდელები არ არიან მზად ამ ფორმის ოპოზიციასთან აი ესე ბოლომდე სათანამშრომლოდ, იმიტომ რომ რა ჩემი აზრით ძალიან სუსტებად მიაჩნიათ ეს ერთი. მეორეს მხრივ და იდეოლოგიური განსხვავებაც სამწუხაროდ ძალიან დიდია. ამას ეხლა ბევრი წინაპირობა ქონდა, ჩვენ ამაზე გვისაუბრია პრინციპში. ბევრი წინაპირობა ქონდა თუ მათ შორის დასავლეთის დაშვებული შეცდომების ბრალიც არის პრინციპში ეს. მაგრამ პირველ რიგში ქართული ოპოზიციის მიერ დაშვებული შეცდომების ბრალია. და საბოლოო ჯამში იმის თქმა მინდა, რომ ამერიკა გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს, ამას ჩვენ ვნახავთ დაახლოებით ზაფხულის შემდგომ პერიოდში.
მაგრამ მაინც უნდა გამოჩნდნენ ისეთი პირდაპირ ვთქვათ რა თანამედროვე ტრენდი რაც არის, ეს არის მემარჯვენე ცენტრისტული ხედვა პოლიტიკური გაერთიანებების, გინდათ პოპულიზმი დავარქვათ. ესეთი არაერთი, არამედ რა ვიცი, რამდენიმე პოლიტიკური გაერთიანება, იმიტომ რომ არავის არ დაუწყებია და პრინციპში რო ვახსენო პარტიები თუნდაც, ხო? ეხლა არავის არ დაუწყებია, ვთქვათ, ნიკა გვარამიას მიერ რაღაც ეს განცხადებები. არავის არ დაუწყებია არც ნაცმოძრაობის მიერ განცხადებები. ანუ ეხლა შალონ ათელაშვილზე აღარა მაქვს ლაპარაკი, ეხლა ცოტა მინდა რომ გამომივიდეს, მაგრამ ჩვენ რო ხო ეს თავისუფალი პოდკასტია და სარგებლობ ამით. რომ აი წარმოვიდგინოთ ჩვენ რომ შალონ ათელაშვილი 2020 წელს ტრამპის გუნდს ადანაშაულებდა რომ ბიძინა ფულს წირავდა და ის რუსეთის აგენტი იყო ეს შერეს კუშნერით ვაგე. და კუშნერით აძლევდა ფულს და დღეს მე არ ვიცი თქვენ თუ მოусმინეთ შალონ ათელაშვილს ფაქტობრივად აქებს და ადიდებს ტრამპს რომელმაც ეს აკრძალა 15 ქვეყნიდან თუ 12 ქვეყნიდან ამერიკაში შესვლა აი ამ მუსლიმური სახელმწიფოებიდან და ანუ აი ამასთან გვაქვს საქმე და ეს არავის არ დაუწყებია ამის თქმა მინდა. შესაბამისად ის ხალხი ვისაც ადრეც ქონდა ამაზე ესე თქვათ მოსაზრებები ისეთი როგორც საჭირო დღესაც აქვს და არ დახტის წინ და უკან. ესეთი პრინციპული ადამიანები საინტერესოა დასავლეთისთვის, დასავლეთზე არ არის ხო ეს ქართული ხალხისთვისაა საინტერესო და რა ვიცი დიდი იმედი მაქვს რომ ამ მიმართულებებს ჩვენ ნახავთ რაც გააძლიერებს საქართველოს ინტეგრაციას დასავლეთის მიმართულებით და არა პირიქით. მაგრამ ამის ლანძღვაზე მახსოვს რომ შალო კიდე არაფერი 1%-იანი პარტიის ლიდერი ბორობულო მიშამ გააკეთა ეგეთი სისულად რომ მეორე პარტიის ლიდერი არის და იძახდა რომ ბიძინა აფინანსდა ტრამპის კამპანიაზე მაგას საქმე აღიძრება ყველა ვარიანტშიო და ანუ თან იძახდა რომ ტრამპთან მაკაცობა რაღაც კაი ურთიერთობა მაქვს და თანაც წერინდა რომ ბიზნეს აგენტი იყო და ხო არა ეგეთი რაღაცებს ხო ნახავდა ყველა ვარიანტში თან ახლა შენ სამწუხაროდ ნაცმოძრაობის ასე იგი დიდი ნაწილი გულისხმობა სპიკერებს და ვინც საუბრობს ნაცმოძრაობის სახელით და ასევე ახალი სახელით ხო გვარამის პარტიას გულისხმობ აბსოლუტურად ასე სხვანაირ ისეთ კომენტარებს აკეთებენ რაც არის მავნებლური და რაც არის დამაზიანებელი ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის და ეხლა ეს ხალხი თუ მართლა იმას ელოდება რომ გაუკეთებენ ტრამპს იმპიჩმენტს და რამე შეიძლება ჩვენ გვისაუბრია რომ არსებობს ვიცე-პრეზიდენტი რომელიც მაგაზე უარესია ასე რომ ეს არის დიდი შეცდომები რაც რა ვიცი ჩემი აზრით წინა ვიდეოში ამბობდი რომ უსქრინავენ მაგ ყველაფერს ასაც წერენ და მიაქვთო და ანახებენო და ეხლა რომ ნახავენ რომ ოპოზიციის ლიდერი ასე რაღაცებს ლაპარაკობს ყველა ვარიანტში უსქრინავენ და ეს ერთი ოხერი ხართ რომ უსქრინავენ და თვითონაც დაბნეულები არიან მე ის ხალხი ვინც საქართველოს ხარს უჭერს თვითონაც დაბნეულები არიან რომ ეს ოპოზიცია რას აკეთებთ ამაზე რა პასუხი გაუწევთ. თან ის არ იყოს მაგრამ მეკურს ანუ ოპოზიცია დემოკრატებს რატო უჭერს ხარს 2012-ში დემოკრატები იყვნენ ხელისუფლებაში რომლებიც მართლა ნიშა ანუ მაგის განცხადებებს გვაქვს ნანახი რომ შახინი იყო მაგალითად ვინც მიშას აიძულებდა რომ დატოვე თანამდებობაო. მე მინდა ამას მივაბა ეს თემა რომ ეს ხდება იმიტომ რომ ესე ჩამოყალიბა ქართულმა ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა ეს ასევე NGO სექტორმა სხვა ფონდებმა რაც ქვეყანაში გვაქვს რომ თითქოს ესე იგი მაგას მოძრაობა ანუ ტრამპის მოძრაობა და რესპუბლიკური პარტია არის სხვადასხვა. და ის ნამდვილი რესპუბლიკური პარტია იყო, ანუ ეხლა ხომ მაინც უნდა მიხვდეთ რომ ის ისევ ის რესპუბლიკური პარტია, რაც ახლო აღმოსავლეთში დაიწყო მოვლენები, ხო? იგივე მოვლენები დაიწყო, ნუ მე დიდი იმედი მაქვს რომ უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებს დღეს ამერიკა ახლო აღმოსავლეთში ვიდრე თქვა ბუშმა გააკეთა ერაყში ინტერვენციის დროს, ხო? მაგრამ ეხლა ხომ მაინც უნდა მიხვდეთ იმას, რომ აი ესეთი სისტემური მიდგომა არის მსგავსი და რესპუბლიკური პარტიისთვის დამახასიათებელი. ეხლა ხომ მაინც უნდა მიხვდეთ მაგას და ჯერჯერობით კიდევ ვერ ხვდებით მე რო ვაკვირდები ეხლა მართლა ანუ სამწუხაროდ ეს ბევრი კომენტატორი აკეთებს ძალიან ისეთ განცხადებას, თუმცა ნუ ეხლა ამას ძალიან აღარ ჩავყვები, უბრალოდ იმის თქვა მინდა რომ აი თუნდაც იქნებიან ეს ქართული ოცნების ხადამჭერები თუ მოწინააღმდეგეები, აი დუგინიც კი იმას იძახის უკვე რომ ეს ნამდვილი მაგა არ არისო, ანუ უკვე ეჭვი ეპარება რომ შეიძლება აი ტრამპი დააკავშიროს აი ტრამპის და რესპუბლიკურ პარტიას შორის
მიიჩნევს, რომ ეს ნამდვილად რესპუბლიკური პარტიის წევრი, ესე მიიჩნევს დუგინი და იქნებ ქართულმა ოპოზიციონერებს რაღაცნაირად მივიდნენ მაგაზრამდე, რომ ეს ნამდვილად რესპუბლიკური თან ის არის, პარტია. რომ რესპუბლიკური პარტიის პერიოდში იყო საქართველოს-ამერიკის ურთიერთობები ჰაიპში, რასაც ეძახიან, იმიტომ რომ ტრამპი იყო ჯაველინები მოგცა, ისა ბუშის ადმინისტრაცია იყო, ჩვენთან პარლამენტ ზმაკაცად ჩამოდიოდა აქ და ცეკვავდა და დროს ატარებდა, დემოკრატები იყო, რომლებიც ასე ვთქვათ, ჩაიქნეს ხელი ჩვენთან. დაკეტეს კარი შეულებრივად. კი, აი ხან 2012-ის თემა იყო გადატვირთვის პოლიტიკა, რავი მე ანუ ხა 17 40 წელს მომდე 20 21 25 წლები იყო ანუ არჩევნების პერიოდამდე ხმარა მოუღია საქართველოსზე და ამ პერიოდში რაღაც ლოგიკა უნდა დაატანო თუ არ და პოლიტიკოსი არ ხარ. აი წარმოიდგინეთ ახმარ უნდა მოიღო ან დეგენერს არ უნდა დაუჭირო მხარი ასე რომ ვთქვათ. აი თუ გახსოვთ მე მგონი თქვი კიდე ცადე რომ ბაიდენის ვადის დროს სახელმწიფო მდივანი არ ჩამოსულა საქართველოში. ანუ ესეთი რაღაცა მოხდა, რა ვიცი, შევარდნაძის მერე პირველად მოხდა რა. როცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია იყო 4 წელი და სახელმწიფო მდივანი არ ეწვია საქართველოს და მე ზოგი ამბობს რომ ეს იმიტომ მოხდაო რომ კოცებს რა უნდა ელაპარაკოს. კოცებს რომ თან რო სალაპარაკოა და ზეწოლა რო ამოსახდენი მაგიტომ უნდა ჩამოსულიყო თორე ეხლა მასე ხო პრობლემა რო არ იყოს. ჩამოსული. ხო, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. პომპეო ერთხელ ჩამოვიდა თუ ორი ერთხელ მახსოვს 20-ში ერთხელ პომპეო, ერთხელ მაიკ პენსი. მე ვიცე-პრეზიდენტი ჩამოსული იყო. კი, მახსოვსებო. ასე რომ ეს მნიშვნელოვანი მოვლენები იყო, რაც პირველ რიგში ანაკლიაზე სწორებიდან გამომდინარე ხდებოდა. მაგრამ ნუ მე გაჩერდა. ხო, მოკლედ ახლა ამას ძალიან აღარ შევყვეთ, შორტს აგვიყვას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მგონია, რომ რაღაცნაირად ქართულ პოლიტიკურ სპექტრი უნდა მიხვდეს თუ რა ისინი ვერ ხვდებიან სამწუხაროდ რა დინებებია სოფლიო პოლიტიკაში. თუნდაც ევროპას დავაკვირდეთ ჩვენ, ხო? ევროპაში ძალიან გაძლიერდა პოპულისტური პოლიტიკური გაერთიანებები და მემარჯვენე პარტიები. ზოგი არის მემარჯვენე ცენტრისტული, ზოგი არის უფრო მემარჯვენე და მათ ახლა ეს შიდა პრობლემები აქვს ეს ემიგრაციის საკითხი, ხა არ ვიცი, ვინც ჩადის ევროპის დედაქალაქებში, ხა თუ ვინმეს ნორმალურად მიაჩნია, რაც ევროპის დედაქალაქებში ხდება ამ ემიგრაციასთან დაკავშირებით, ნუ არ ვიცი, მაშინ თავიანთ სახში წაიყვანონ ის ხალხი. ხო და ნორმალური რომ არ არის ეს პროცესი, მაგიტომაა ეს პოპულისტური მოძრაობები გაძლიერებული, თორე ეს საბაბი რო არ გაჩენილიყო, ვერც გაძლიერდებოდნენ ეს პარტიები, გამორიცხული იქნებოდა. ასე რომ ეს არის აი ესეთი გლობალური დინება და ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ჯერჯერობით მაგ დინებას ვერ აყვავ. ნახოთ რა ვიცი, ჯერ წინაა ყველაფერი. აი მოდი ხა საქართველოს საკითხი ბოლოსკენ გავიდე და მე რე ზოგადად ანუ ელჩების თემა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გამოჩნდა რომ ტრამპმა დაამტკიცა მომავალი ელჩეს თამარ ტალიაშვილი ოცნების მხრიდან და გაგას მაგ პერიოდში დანიგანი გადადგა თანამდებობიდან და უარი თქვა უკვე ელჩს და პენსიაზე გავედიო პირდაპირ ესე თქვა და ანუ მაგაზე რა შეიძლება ითქვას, ანუ შეიძლება იყოს ეს გზა ლეგიტიმაციისა და დალაგებისკენ თუ უბრალოდ დიპლომატიურ ურთიერთობა შეინარჩუნოს და რაღაც პატარა ნაბიჯი გადადგეს იმის თუ რაღაცა მოხდეს, ასე რომ ვთქვათ. კი, ამერიკამ დაიტოვა ხიდი რის მეშვეობითაც ექნება საუბარი ოცნების წარმომადგენლებთან. ეხლა რა თქმა უნდა, სხვანაირად არ ხდება ეგ ეხლა ის რომ სრულად კავშირები მოსპო და ანუ საკომუნიკაციო არხები დახურო, მაშინ უნდა გახვიდე ქვეყნიდან და ეს არ არის ამერიკის ინტერესი. ამერიკის ინტერესია რომ რაღაცნაირად მიიყვანოს ოცნების წარმომადგენლები იქამდე, იქნება ეს, რა ვიცი, რაღაცის დაპირებით, ზეწოლით და ასე შემდეგ, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით, ქვეყანა მიდის ჩრდილოეთისკენ და იმისათვის რომ ამერიკასთან მოხდეს კვლავ დაახლოება, საჭირო ამ პოლიტიკური უფლებების შემზღუდველი ამ კანონმდებლობის ცვლილება ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ეს დაკავებულების გათავისუფლება, აი ამ კატეგორიულად და დრაკონულად შემზღუდველი კანონების ეს გრანტის კანონი იქნება ეს თუ ახლა საერთო სოციალურ ქსელებში წერა აიკრძალა მე მგონი, ნენელა იკრძალება. ეს ყველაფერი არის სრულად მიუღებელი ხა ამერიკის ეხლანდელი ადმინისტრაციისთვის. გახსოვთ თქვენ ალბათ JD Vance-ის გამოსვლა მიუნხენში, სადაც იყო მაგაზე საუბარი. ხა მე რომ მაგას მეგვახსენე, მითხრეს რომ JD Vance ის არის ხო რაღაც ეგეთი, მაგრამ რეალურად ჩვენ JD Vance-ი რასაც ამბობს, რეალურად ის უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თავისუფლებები დააბრუნოთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი სიტყვის თავისუფლებაზე ლაპარაკობდა და არაცუდ რაღაცა. აი ნარატივი ეწყობა საჩვენოდ პირიქით. ანუ ოცნება ეძახდა ჩვენიანია ეს კაცი ვარ და პირიქით რა. და სახტების ის ქალი ვინ იყო არ მახსოვს, სახტების დირექტორი იყო მგონი. მის თქვა რომ JD Vance სიტყვები გაიხსენეთ ოცნებას უეტყვია ეს პირდაპირ რომ კი, რა ქვია მაგას? თავარი სპიკერია ალბათ კი. ხო, და
ორ მედია გამოცემას მიწერა, Accents მიწერა და ერთი უსაშელია არის ვაშინგტონში, მისი გამოცემა არის Global News. ასე რომ ეს უკვე თეთრ ჩავზეა, რომ ის საკომუნიკაციო არხები არის საჭირო და მეორე მხრივ ამერიკას სჭირდება, რომ გააგებინოს ამ ოცნების წარმომადგენლებს რა არის რა ნაბიჯები გადაწყვეტილი, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დაალაგდეს. თორე სხვა მხრივ ახლა ტალიაშვილის დანიშვნა ეს ვერაფრის წინაპირობა ვერ იქნება. ხო და მაგაზე ხოცევშულიეთ ახლა პროპაგანდაა გონდრო ეკალი იყო საკრებულოში ამდენიმე წელს და მაკეინის ქუჩის დარქმევის იდეა რო იყო იგი იყო მთავარი იდეის ავტორი რო არ დაერქმიათ რეალურად პირიქით რა და მაგაზე ტრამპი და მაკეინი ხო ვერ იტანდნენ ერთმანეთს დიდად და მაგაზე იყო ამ ნათქვამი რომ აი ესეთ ქალი დაუნიშნეთ ელჩად და თუ რამეა არის სამწუხაროდ ჩვენ იმას უნდა ხვდებოდეთ რომ ესეთი საკითხები ტრამპამდე არ მიდის. თუმცა რა თქმა უნდა ტრამპის მოკავშირეებში ანუ ადმინისტრაციაში იხარშება, ხო? და თუ ტრამპს და მაკეინის შორის იყო პოლიტიკური მტრობა, რესპუბლიკურ პარტიას ზოგადად მაკეინის მიმართ დღემდე ძალიან დიდი პატივისცემა. მე ხა მაქვს ურთიერთობა რესპუბლიკელებთან, რომლებიც არიან ტრამპის მომხრეები, აი რა ვიცი, თეთრ სახლში ნებისმიერ დროს შეუძლია შეხვედრა დანიშნოს, ესეთი ურთიერთობები აქვს ამ ხალხს. და არიან მაკეინის თაყვანისმცემლები რა, ხო და ანუ ჩვენ უნდა მივხვდეთ იმას, რომ აი ტალიაშვილის დანიშვნა ტრამპს არ შეეხება რა. ხო და რა ვიცი, აი ეს მესიჯები ანუ არასწორად არის გაჟღერებული ჩემი აზრით და ამ საზოგადოებაც ეს სწორად უნდა აღიქვას. და ეგ არის პრობლემა, რომ პროპაგანდის მანქანა ძალიან დიდი არის ამერიკის თემაზე. რა ეხა მაგალითად, აი ტრამპმა ყავილაშვილს მიულოცა დამოუკიდებლობის ღო, შეიძლება მართლა მიულოცა პროტოკოლის წესის გამო, შეიძლება არც მიულოცა დამოთმა დაედიტეს და ამაზე იყო ის, რომ საერთო ამ განცხადებას არ აქვეყნებდა. და 10 დღის მერე სადღაც ეს ქალი გადადგა დანიგანი და ცნება იძახდა, რომ აგერო ამის გამო გადააყენესო და ოპოზიციას ხო შეიძლება გაედავებინა თავისუფლად რა. და ანუ ჩვეულებრივ მტკიცებულები რაღაც, მაგრამ არ აკეთებენ და ესე ვთქვათ იმპოტენტები არიან და მასეთი პროპაგანდის დამარცხების გამო წინა წარჩუნები წააგეს ფაქტობრივად. უბრალოდ გაუყალბეს და პროპაგანდის საშუალებით გაიბრავა ეს არჩევნები და ეს რაღაც რო არ აკეთებენ დამღუპელია და ეს პირიქით ისე რომ ანუ ჩვენ თუ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ, ამერიკელებმა რა უნდა გააკეთონ ახლა? ხო, ანუ სხვა შორის მართლა ერაყი უთხარ შემოიჭრებიან აი ტაბლიაშვილი არა არ არის მაგაზე საუბარი ახლა შემოჭრაზე კი არა ხო ხვდებით დალაგებაუნეთ პირიქით რომ ხო ახლა ჩვენ არ აღვიქვებით როგორც მტრული საზოგადოება ამერიკისთვის ხო ახლა აქ ეგ მე მგონი არც არის მოსატანი ზოგადად რა მაგრამ აი რო გავყვეთ ჩვენ მაგ ნარატივს რა ქვია დანიგენის გადადგომასთან დაკავშირებით რა უნდა იქნა ახლა ამ ადამიანს ვერ მიაღწია თავის სტრატეგიულ მიზანს ერთის მხრივ იმიტომ რომ მე მაგისგანაც მომისმენია რომ მისი მიზანი იყო ევროპის ანუ საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში ვერ მიაღწია და მეორეს მხრივ მისი ანუ ვინც დანიშნა ეს ადამიანი ის აღარ არის ხელისუფლებაში ასე რომ მე მგონი ის მაინც ვერ იგზნობს თავს კომფორტულად როცა მიიღებს გადაწყვეტილებებს ხო აქედან გამომდინარე ის თვითონაც ხვდება და მეც ესე მგონია რომ ჯობია დაუთმოს იმას ვინც უშუალოდ ანგარიშვალდებული იქნება და უფრო ახლო კომუნიკაცია ექნება ეხლანდელ ადმინისტრაციასთან ვიდრე თქვათ წინა მაგრამ ნუ ეხა ამას ბევრი ამბობს რომ ეხა ტრამპი თავისი რაც გამოგზავნეს და ამასთან დავალაგებთო მაგრამ ну ეს მორიგი ტყუილი არის ესე ვთქვათ რა. ხო აი მაგაზე დამართ ანუ ის იყო რა შენ ხო საუბრობდი იმაზე რომ აი პატიმრების თემა ყველაზე მნიშვნელოვანია და მაგაზე თუ იტყვიან კოცები რომ იცი რა მაგრამ კიდევ ერთ პატიმრების თემა აი ბელარუსის თემა თავისუფლად შეუძლია გავიხსნათ აი გუშინ თუ გუშინ წინ იყო რა კელოგი ჩავიდა ბრიუსამ ბელარუსში ამაზე პოსტივი პროპაგანდა აწყო აგე კელოგის კი ხდება ლუკაშენკოს რა მაგარი კაცია და გამოუშვეს პატიმრები საღამო დილა შეხვედრა მოხდა საღამოს კიდე თავი პოლიტპატიმარი ვინც იყო გამოუშვეს პირდაპირ ეხა ფაქტია რომ მათთვის ეს ღირებულებები მართლა მნიშვნელოვანია ის რა არის რა თქმა უნდა ორი აზრი არა ძალიან მნიშვნელოვანია ეგეც რო არა პოზიციების გამყარებისთვისაა მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ლუკაშენკო ცალსახად პრორუსული ადამიანი ნუ ზოგადად მოღვაწე არის რა ფიგურაა და მათი გამოშვებით ამ პატიმრების გამოშვებით ამერიკის პოზიციები ყარდება მაგრამ რა ვიცი აი მე სიმართლე გითხრათ სხვა შორის ეს არ არის პირველი გამოშვებული პატიმრები ბელარუსის ციხიდან ლუკაშენკოს ციხიდან ეს ჯერ კიდევ თებერვალში იყო 2 თუ 3 პოლიტიკური პატიმარი, მათ შორის ამერიკელები, რომლებიც ციხეში ისხდნენ. ნუ არ ვიცი, მე არ ვიცი რა შეუბნებიან ეს ეს ტრამპის გუნდი, რა შეუბნება ლუკაშენკოს, ან რა პირდება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ ამ უპრეცედენტოდ მნიშვნელოვან და ესე იგი ძალიან სერიოზულ შედეგების მქონე საკითხებს, რაც თავდება ესეთი ნაბიჯებით, ხო? და
და ვერავინ ვერ იტყვის, რომ თუ ბელარუსში ის არის, რა ქვია, პოლიტიკური პატიმრების გამოშვება არის მნიშვნელოვანი, ჩვენთან არ არის ეს მნიშვნელოვანი, ხო? ასე რომ, რა ვიცი, მე მგონი ჩვენ მოგვიწევს რომ ცოტა დავიცადოთ. ნუ როგორი მოსაცდელია ხა ეს ხალხი ციხეში ზის, მაგრამ ნუ სხვა გზა არ არის, ესეც მდგომარეობაში გვიწევს ცხოვრება. ხო, კაი, მოდი ახლა პირველი ნაწილი ეს იყოს. დიდი მადლობა მოსმენისთვის. უკვე ირანზე საუბარი იქნება მეორე ნაწილში. სასიამოვნო ყურებას გისურვებთ. თხოვთ გამოიწეროთ და ლაიქოთ და დააკომენტაროთ ვიდეო, იმიტომ რომ ბევრს დარწმუნებული ვარ, რომ განსხვავებული პოზიცია აქვს და მნიშვნელოვანია რომ დააკომენტაროთ და სხვა აზრებიც გავიგოთ და სამწუხაროდ თქვენ არ აკომენტარებთ. გთხოვთ გააკეთეთ. წარმატებებს გისურვებთ. მომავალ შეხვედრამდე. შემდეგი ეპიზოდი მალე იქნება. ნახვამდის.